ევროკავშირი და სომხეთი მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს იწყებენ. ის მედეგობისა და ზრდის პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც ბრიუსელმა სომხეთისთვის შეიმუშავა. ამის შესახებ ერევანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა განაცხადა გაფართოების საკითხებში. მარტა კოსისა და სომხეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრის მჰერ გრიგორიანის ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ ქვეყნისთვის გამოყოფილი 200 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია მეტწილად დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და იმ საკვანძო მიმართულებებს მოხმარდება, რომელიც ერთი მხრივ სომხეთის ეკონომიკასა და რეფორმებს გააძლიერებს, მეორე მხრივ კი ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს. სტრატეგიულ თანამშრომლობას საფუძვლად კონკრეტული ინტერესები უდევს, რომლებიც თანხმედრაშია. დაიწყო დიალოგი პოლიტიკური და უსაფრთხოებითი მიმართულებით. ეს შეთანხმებები კი ამის მაგალითია. იმედი მაქვს, რომ ახალი დღის წესრიგი წელს ბრიუსელში ევროკავშირ-სომხეთის საბჭოზე იქნება მიღებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მოემსახურება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე როგორც სომხეთის დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს. ევროკავშირი სანდო პარტნიორია ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მედეგობისთვის, ინსტიტუციური რეფორმებისა და რეგიონალური სტაბილურობისთვის. სომხეთი რჩება რეგიონალური დაკავშირებადობის დღის წესრიგის ერთგული. საკვანძო კომპონენტი კი ორმხრივ ურთიერთობებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესია. ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნეთ პროგრესი, რაც ამ მიმართულებით არის. დარწმუნებული ვართ, ერთიანი შრომით ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ. რეგიონი გადის ღრმა ტრანსფორმაციას. 3-10 წლეულის განმავლობაში გაჩნდა რეალური შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად. ამიტომაც ვარ აქ. ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებზე დგას და ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილ ვართ. მზად ეს ურთიერთობა წინ წავწიოთ. მშვიდობის პერსპექტივა შესაძლებლობაა, რომ გავხსნათ ის სავაჭრო გზები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დახურული იყო. ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და ჩავდოთ ინვესტიცია დაკავშირებადობაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და ციფრულ სექტორში. ასევე დროა მშვიდობაში ინვესტირებისთვის. ევროპა მშვიდობის პარტნიორია. სამხრეთ კავკასია და სომხეთი კი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროპასა და რეგიონში მშვიდობის დასაცავად. დღეს პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ მედეგობისა და ზრდის პროექტის მეორე ფაზა სომხეთისთვის, რომელიც 200 მილიონ ევროს ითვლის, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს დაკავშირებადობის მიმართულებით. სწორედ ამიტომ შევთანხმდით მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე, რომ ამ ფართო მასშტაბის პროგრამას გავუწიოთ კოორდინირება. ასევე მზად ვართ ინვესტიციები განვახორციელოთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით თქვენი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში. თქვენი მედეგობა და მშვიდობის მიმართ ერთგულება გამორჩეულია. ევროპა თქვენს გვერდით იდგება რეგიონის ამ ახალ ეტაპზე. შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. ევროკავშირს იმედი აქვს, რომ ურთიერთობების ახალ ეტაპს დაიწყებს ბაქოსთანაც. სამხრეთ კავკასიური ტურნე ევროკომისარმა კოსმა სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტით დაიწყო. ბრიუსელში თვლიან, რომ ამისათვის ახლა საუკეთესო მომენტია, რადგან სამხრეთ კავკასიაში ის იშვიათი მომენტი დადგა, როდესაც მშვიდობაზე საუბარი რეალისტური გახდა. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გამო მილოცვების სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ერევანმაც მიიღო და ბაქომაც. ეკონომიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები ის მიმართულებებია, რომლებითაც ერთმანეთთან ურთიერთობებში ბაქოც დაინტერესებულია და ბრიუსელიც. ბაქოში გამართული პოლიტიკური დისკუსიებისას ხაზი გაესვა შუადერეფნის ფარგლებში გაზრდილი ტვირთბრუნვის საკითხს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე კი ითქვა, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანი გათავისუფლებული ტერიტორიების ჩართვასაც გეგმავს, სადაც ინფრასტრუქტურაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. ევროკომისარი ამ მხრივ მთიანი ყარაბაღის რეგიონსაც ეწვია. დაათვალიერა ფუზულის ახალი აეროპორტი და ამ ტერიტორიაზე ნაღმების გაუმნებელყოფის პროცესსაც დაესწრო. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ აღდამსა და ყარაბაღში ვიზიტის შემდეგ. დაუჯერებელია ის, რასაც ეს ქვეყანა აკეთებს, თუ როგორ აშენებს სივრცეს, რომელიც წლების მანძილზე ომსა და ნგრევაში არსებობდა. სამრამეს გავუსვამდი ხაზს. პირველი, ომს კარგი არაფერი მოაქვს. ის ანადგურებს ადამიანების სიცოცხლეს და სავსეა ღრმა ჭრილობებით. მეორე, თუ მშვიდობის მხარეს დგახარ, ამ მიდგომაზე ბევრის დაშენება შეგიძლია. უნდა შეაჩერო ომი და რაიმე გააკეთო მშვიდობისთვის. სწორედ ეს გააკეთეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. მესამე კი ისაა, რომ ევროკავშირს სურს დახმარება. იმედი მაქვს ხელს მოვაწერ ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგცემს ამ სივრცეში, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის ნაწილში გამოვყოთ თანხა. იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა მოხერხდება. სამხრეთ კავკასიაში მარტა კოსის მარშრუტმა შეკითხვები გააჩინა კერძოდ იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოიყენა გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა რეგიონში ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში ჩამოსვლისთვის და პროევროპული პროტესტისას დაკავებული დემონსტრანტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის მხარდასაჭერად.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელს ქართულ ოცნებასთან მაღალი დონის კავშირები შეჩერებული აქვს. კომისიაში განმარტავენ, რომ ეს ვიზიტი ვიწროდ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებული სამშვიდობო პროცესის კონტექსტში უნდა იქნას დანახული, რომელსაც ფართოდ რეგიონალური სარგებელი ექნება. თუმცა ევროკომისიის წარმომადგენელმა გიომ მერსიემ საქართველოსთან არსებული ურთიერთობებით შეაფასა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის წუხილი, რაც ბრიუსელს თბილისთან მიმართებით აქვს. მას შემდეგ, რაც მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიულ და ევროპულ გზას გადაუხვია. სომხეთსა და აზერბაიჯანში კომისარი კოსის ვიზიტი უნდა იქნას განხილული ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია და კომისარი კოსი იყენებს მას სამშვიდობო პროცესისა და ფართოდ რეგიონალური ნორმალიზების კუთხით ევროკავშირის მტკიცე ერთგულების გამოსახადად. ეს ვიზიტი ძლიერი გზავნილია ჩვენი მხრიდან, რომ განვამტკიცოთ კავშირები რეგიონში. კონკრეტულად კი შავი ზღვის სტრატეგიისა და დაკავშირებადობის კუთხით არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე. გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს ფართოდ რეგიონს და მის მოსახლეობას. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი პოზიცია კარგადაა ცნობილი და ბევრჯერ გვითქვამს, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებული ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის გამო. ევროკომისიაში განმარტავენ, რომ ბრიუსელი სამხრეთ კავკასიასა და რეგიონთა შორის კავშირებს სერიოზულად უყურებს და სურს აქ საკუთარი დღის წესრიგი წარმოადგინოს, მათ შორის მაგიდაზე დატოს გარკვეული კონტრიბუცია რეგიონალური განვითარების მიზნებისთვის. ეს ყველაფერი კი უკრაინაში ომის პარალელურად ხდება, რომელმაც ფართოდ რეგიონს საკუთარი ხელი მნიშვნელოვნად დაატყო. თბილისში კი ევროკავშირთან დაზიანებული ურთიერთობების გადასატვირთვად უკრაინაში ომის დასრულებას ელიან. მანამდე ბრიუსელს ბიუროკრატიასა და ღირებულებებიდან აცდენაში სდებენ ბრალს. მსგავსი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე კეთდება.